ჩვენ ეს უნდა ველოდოთ, რომ გვექნება ელექტროენერგიაზე დაძაბულობა, ანუ პიკური გამომუშავება იქნება. საქართველოში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურის მოლოდინი ივლისის მეორე ნახევრიდან არსებობს. გარემოს დამცველები ვარაუდობენ, რომ ევროპაში დაფიქსირებული მაღალი ტემპერატურის შემდეგ აფრიკიდან მომავალი ცხელი ჰაერის მასები კავკასიის რეგიონშიც გავრცელდება. პარალელურად აქტიურად განიხილება ელ-ნინიოს გავლენაც, რაც გაგრილების სისტემის მოხმარებას და შესაბამისად ენერგოსისტემაზე დაწოლას გაზრდის. გაზრდილ მოხმარებასთან ერთად არსებობს საშიშროება, რომ ევროპის მსგავსად სიცხე სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოს ელექტროინფრასტრუქტურასაც. თითქოს შორს არის და უფრო გვიან უნდა იყოს ამის შედეგები, მაგრამ ევროპამ უკვე იგრძნო ეს მაღალი ტემპერატურა, ეს რა თქმა უნდა არის იმის შედეგი, რასაც ყოველთვის ვამბობდით, რომ თვითონ კლიმატი იცვლება პლანეტაზე. არის ლაპარაკი, რომ გვალვები გვექნება უფრო ხანგრძლივი, ვიდრე გქონდა, ვარაუდობენ, რომ გავლენას იქონიებს ეს სუპერ ელ-ნინიო იქონიებს გავლენას კავკასიონზე. საფრთხებს რეალისტურად აფასებენ სექტორის წარმომადგენლები. განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ ექსტრემალური სიცხის პირობებში მოსალოდნელია ქსელის დაზიანება, რაც გამოიწვევს არა მხოლოდ გათიშვებს, არამედ შესაძლოა დღის წესრიგში დადგეს ელექტროენერგიის გრაფიკით მიწოდების საკითხიც. ეს არ არის პირველი პრეცედენტი, როდესაც ქვეყანაში განვიცდით გადამცემი ქსელების ლღვობას, იყო არსეთი შემთხვევაც და რეალურად ეს იწვევს ხოლმე გათიშვების ზრდას და არა მარტო გათიშვების, არამედ პერიოდების ზრდასაც. ამასთანავე ემატება ისიც, რომ ელექტროენერგიის გენერაციის თვალსაზრისით ბუნებრივია გვაქვს გამოწვევა. იყო პერიოდი მაისი-ივნისის თვე, როდესაც გვქონდა შეზღუდვები და ბუნებრივია ეს არის ის მოცემულობა, როდესაც ელექტროენერგიის გენერაცია შესაძლებელია ძალიან მაღალ დონეზე, მაგრამ სხვა გამოსავალი არ იყო გარდა იმისა, რომ ადგილი ქონდა შეზღუდვებს, ეგრეთ წოდებულ დაღვრებს. სავარაუდო რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება მოხმარება, რისი დაბალანსებაც იმპორტის გზით არის შესაძლებელი. მაია მელიქიძე ამბობს, რომ ზამთრის მოხმარებას ზაფხულის მოხმარება აჭარბებს, განსაკუთრებით დატვირთვის ქვეშ კი ქვეყნის საზღვაო კურორტებია. ჩვენ შევდივართ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგია ვეღარ იქნება საკმარისი და ვერ გავექცევით შემდეგ მოვლენას. პირველი, ეს არის თბოელექტროსადგურების ჩართვა. ეს გავაკეთეთ ბოლო უკვე 2 წლის განმავლობაში. ანუ იმპორტის მაჩვენებელი ცალსახად იზრდება. მიმდინარე წლის დასაწყისში ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ჩვენი მეზობელი 4-ვე ქვეყნიდან განგვეხორციელებინა იმპორტი და მე არ გამოვრიცხავ, რომ სწორედად ზაფხულის პერიოდი იყოს ასეთი. პარადოქსულია, მაგრამ ზამთრის მოხმარებას გაუსწრო უკვე ზაფხულის მოხმარებამ. ახლაც იგივეს ველოდებით. სემეკმა გაზარდა ტარიფი სწორედ ამ მიზეზით, რომ გადამცემი ქსელების თვალსაზრისით და სადისტრიბუციო მიმართულებით გაუმჯობესებულიყო, მაგრამ დრო ძალიან ცოტა გავიდა. შესაბამისად, აი ამ მოკლე დროში ნაბიჯების გადადგმა ფიზიკურად ვერ მოესწრებოდა. შესაბამის რისკებზე საუბრობენ ენერგოპრო ჯორჯიაში, როგორც კომპანიის მიერ BMG-ისთვის გამოგზავნილ ინფორმაციაში აღნიშნული ანომალიური სიცხეების წინააღმდეგ პრევენციული დაცვა არ არსებობს, თუმცა კომპანიის ტექნიკური სამსახური მოსალოდნელი სირთულეების გასამკლავებლად მზად იქნება. იმ შემთხვევაში თუ ანომალიური სიცხეები იქნება, ეს რა თქმა უნდა სირთულეებს შეუქმნის ელექტროქსელს, როგორც მოხმარების დრამატულად გაზრდის, ისე ინფრასტრუქტურის დაზიანების მხრივ. ენერგოპრო ჯორჯიას უკვე დაწყებული აქვს იმ ტრანსფორმატორებზე იძულებითი გაგრილების სისტემის მონტაჟის პროცესი, რომლებზეც ისედაც ელექტროენერგიის პიკური მოხმარება ფიქსირდება. ზოგადად, ანომალიური სიცხეების წინააღმდეგ პრევენციული დაცვა სამწუხაროდ მსოფლიოში არ არსებობს, თუმცა კომპანიის ტექნიკური სამსახური მზად იქნება მოსალოდნელი სირთულეების გასამკლავებლად. ქსელში მნიშვნელოვან ხარვეზებს არელის AT სინერჯის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე ფიქრობს, რომ მოხმარება გაიზრდება, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელი გამომუშავების რესურსი გასულ პერიოდზე მეტია, ენერგობაზარი ზაფხულის სეზონს მარტივად გადაიტანს. მე ვფიქრობ, რომ ეს ენერგოსისტემა დაპროექტებულია იმისთვის, რომ გარკვეულწილად გათვალისწინებული იქნას ეს მსგავსი სიცხეები, მსგავსი ზაფხულები და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას გადავიტანთ შედარებით ადვილად. რაც შეეხება მოხმარების თვალსაზრისით, გაზრდილი ტემპერატურა ცხადია, რომ გაზრდის ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებას, თუმცა აქაც იმის გათვალისწინებით, რომ წლევანდელი ჰიდროლოგია შარშანდელზე ბევრად უკეთესია და ბევრად მეტი გვაქვს ელექტროენერგიის გამომუშავების რესურსი, ვიდრე ქონდა წინა წელს, ვფიქრობ, რომ ამასაც შედარებით იოლად გადაივლის ჩვენი ენერგობაზარი.
ინფორმაციისთვის ელექტროენერგიის ჯამური ექსპორტი როგორც მოცულობით, ისე ღირებულებით ბოლო 10 წლის მინიმუმზეა. ამის შესახებ გალტენ დაგარდის მიმოხილვაში წერია, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარს ეხება. მიმდინარე წლის მაისში თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი რაოდენობრივად 4.8-ჯერ, ხოლო ღირებულებაში 7.8-ჯერ შემცირდა. მაისში ექსპორტმა 36.2 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, მაშინ როცა 2025 წლის მაისში 172 მილიონი კილოვატ-საათი იყო, ხოლო თურქეთში ექსპორტის საშუალო ფასი კილოვატ-საათზე თითქმის 40%-ით 2.7 ცენტამდეა შემცირებული.